სალამი მეგობრებო და უცნობებო, დღეს ახალ თამაშს თამაშობთ, სახელად Open Front-ი, არის რუკაზე ბრაუზერის თამაში არის, სადაც ჩნდები რაღაც რენდომ რუკაზე, იქნება მსოფლიო, ამერიკა, პლუტონი თუნდაც და პატარა-პატარა ქვეყანა ხარ და უნდა გაფართოვდე შენი ტერიტორია, უნდა გაავრცელო და უნდა დააგროვო ჯარისკაცები, უნდა ააშენო სხვა შენობები და მიზანი თამაშის არის რომ მთლიანი რუკის ტერიტორიის 80%-ზე მეტი უნდა ააგროვო და ეგრევე მაგ დროს მაგ მომენტშივე თამაში რჩება. ძალიან გასართობი და მარტივი დასწყები თამაში არის, არა აქ რაღაც RTS-ის მსგავსი, აი ჯარის მართვა და ის გადაიყვანე, არა უბრალოდ აკლიკებ, აშენებ და თავარი მუღამია ის რომ სხვა მოთამაშეებს ეთამაშები, ასევე ბოტებიც არიან და ასევე NPC-ები არიან, ანუ ქვეყანა ბოტები, შედარებით უფრო ძლიერი ბოტები და მთელი შენი მიზანი არის რომ მოხდინო ნავიგირება ამ სხვა მოთამაშეებსა და ბოტებს შორის ააგროვო რესურსები და ემეგობროს სწორ ხალხს, ალიანსები და ღალატი და ასე შემდეგ და ეკონომიკა განავითარო, ივაჭრო, მოპარო სხვისი ნავაჭრი და ასე შემდეგ. ოღონდ ძალიან ინტუიტიური გეიმპლეი გააჩნია და არ არის გართულებული, ზედმეტად კომპლექსური არ არის და მაგიტომ მომწონს და ბრაუზერზე არის პირდაპირ შეგიძლიათ შეხვიდეთ Open Front-ი links description-ში დავამატებ, შეგვიძლია დავიწყოთ. უბრალოდ ვაკლიკებ ტერიტორიას, სადაც მინდა რომ შევუტიო. აქედან ამ შემთხვევაში wilderness-ი არის დაუპყრობელი ტერიტორია არის და უბრალოდ ფართოვდები რომ ვაკლიკებ. ეს არის რამდენი ჯარისკაცით უნდა შევუტიო, ეს არის რამდენი მაქვს ჯარისკაცი და პროცენტულად 35%-ით უტევ ყოველ ჯერზე და რაც უფრო მეტი ჯარისკაცის უტევ, რა თქმა უნდა, უფრო ჩქარა მიდის და უფრო მარტივად ფართოვდება შენი ტერიტორია, ხოლო სხვა მოთამაშეებს და სხვა არსებებს, ქვეყნებს, როდესაც უტევ, ითვლის ერთმანეთის შეფარდებას, ანუ მე თუ მეტი ჯარისკაცი მაქვს, უფრო მარტივად დავიპყრობ, თუ ნაკლები მაქვს, ძალიან ნელა გაფართოვდება, ძალიან ნელა დავიპყრობ ტერიტორიას და ნუ საბოლოოდ მე შეიძლება ეს მოთამაშე არის, მოდი დავამეგობრდეთ. დავიწყოთ ახლა თამაში, რომ ბევრი დრო არ დავკარგო, შევუტიოთ ბოტებს რო უტევ, ნუ ოქრო აქვთ და ოქრო უნდა მოიპოვო early game-ში, ახლა ეს ბოტი მომპარა, ამან სამწუხაროდ და არც მეგობრდება რეალურად. ქალაქები არის მთავარი ინდუსტრია, რადგან გჭირდება რომ შენი პოპულაცია გაზარდო, შენი მაქსიმალური პოპულაცია და მაგით უფრო მეტი ჯარისკაცი დააგროვო თამაშის განმავლობაში. მოდი ახლა ჩვენ აქ შევუტიოთ, აი პირველი ქალაქი უკვე ააშენა და მინდა რომ დავუმეგობრდე, მაგრამ არ მიმეგობრდება რატომღაც სკოლას მახსენებს. კაი ხუმრობ. ზოთი. აი მოროკო ნამდვილი ადამიანი არ არის, ბოტი არის, აქედან გამომდინარე რომ ვერ დავუმეგობრდები. ეს რო არ მიმეგობრდება ძალიან მისტრესები, ასევე მყარავს. ოკეი. თადა საამოყო დასაწყისი არ გვაქვს, მაგრამ ნუ ქალაქი ავაშენოთ. შეგვიძლია უკვე გაფართოვდეთ. ჩვენი პირველი ქალაქი ძალიან მნიშვნელოვანი არის, რაც უფრო მალე მოახერხებ პირველი ქალაქის ათრევას, მით უფრო მნიშვნელოვანი არის. ეს ბოტის სკილიც რო ავიღოთ, ვერ ავიღეთ. კარგი, დავუმეგობრდეთ ამას. დავუმეგობრდეთ ასევე არა ამას უნდა დავუმეგობრდეთ სამწუხაროდ. ბევრი ალიანსი გჭირდება, რაც სამოყვარავი, მოდი ხა ჩვენ ქარხანა ავაშენოთ და ცოტა ხანში მოროკოს შევუტიოთ. ოკეი, როდესაც ყურადღება გაიფანტა მოროკოს, აქედან გამომდინარე შეგვიძლია რომ მარტივად დავიპყროთ და ერთი ქალაქი დავითრიეთ, ერთი ქალაქი უფასოდ დავითრიეთ. ასევე ეს ძალიან მნიშვნელოვანი იმიტომ არის, რომ ქალაქების ხებს მოპარო, რადგან თავიდან ქალაქის ფასი 125,000-ით იწყება, მაგრამ მერე ნელ-ნელა იზრდება მილიონამდე და უკვე მერე სულ მილიონი ღირს, მაგრამ თავიდან რადგან რთული არის ესე ფულის შოვნა, ძალიან მნიშვნელოვანი არის, რომ ერთით ან ორით მეტი ქალაქი რომ იშოვო, ძალიან დიდი უპირატესობა გექნება ხოლმე. ემოჯიების გაგზავნაც შეგიძლია რომ მოთამაშეებთან კომუნიკაცია შეძლო. ამას ერთი ქალაქი აქვს, ჩვენ ორი ქალაქი გვაქვს, თუმცა არც ისე საამოყო სიტუაციაში ვართ და რეალურად წყალზე არ გვაქვს წომა, ეგ არის ჩვენ ყველაზე დიდი ხიფათი ახლა, იმიტომ რომ ვერსად ვერ ვაგზავნით გემებს, რომ ტერიტორია შევცვალოთ, შეგვიძლია მდინარეზე ესე რომ აი ბოუთი ნახე და წახვიდოდი და იმ ტერიტორიაზე მე დაჯდებოდი რა. თუმცა ეგ არ შეგვიძლია ახლა, რაც ძალიან მტკივნეული არის ჩვენი განვითარებისთვის. მე ხა მინდა რომ ამას შევუტიო, იმიტომ რომ უბრალოდ სხვა გზა არ გაგვაჩნია და ძალიან კარგ დროს გაგვიმართლა ახლა, იმიტომ რომ ახლა სხვას უტევს ეს ტიპი და ჩვენ იმას ვუტევთ, რაც ნიშნავს რომ უსამართლო უპირატესობა მოიპოვეთ, მაგრამ ნუ იმდენად ხიფათიან პოზიციაში ვართ, რომ არანაირი სამართლიანობა არ გადარდებს ახლა ჩვენ. საერთოდ აღარ დარჩა ჯარისკაცები, რაც ნიშნავს რომ უფრო და ცოტა ხანში აი ეხლა შეგვიძლია შევუტიოთ უკვე. ვეღარ დაგვიბლოკავს defense post-ი არის ეს, რაც ანელებს შენ ჯარისკაცების ლაშქრობის სიჩქარეს, თუმცა არ დაეხმარება, იმიტომ რომ ზედმეტად მცირე რაოდენობის ჯარისკაცები ყავს. ჯერჯერობით ალიანსები ყოველასთან გვაქვს,
რაც გვიმარტივებს ცხოვრებას. ეხლა შეგვიძლია ქარხნები დავაკავშიროთ, რომ მატარებლებმა იარონ და ფული გამოემუშაონ, იმიტომ რომ მატარებელი ყოველ გავლილ ქალაქზე და ქარხანაზე რაღაც რაოდენობის ფულს გაძლევს და ეკონომიკის კარგი არის. ეს პორტი არის, ახლა პორტიდან გადის ნავები, სავაჭრო ნავები და როდესაც ხვის პორტში დაждდება ან შენ პორტში დაждდება, ფულს შეუძლებ და ასევე პორტების ძალიან მნიშვნელოვანი მექანიკა ის არის, რომ შეგიძლია რომ აი ამ შვიდიანით worship-ით მოპარო. ანუ ეხა ეს წითელი რო არის, მე რო აქ worship-ის ფული მქონდეს, გავუშვებდი, გაეკიდებოდა და წამოიყვანე ჩემ პორტში და ეხა კაკრას ცოტა ხანში პასიურად goldi რო დავიგენერირდება. ჩვენ გვაქვს 4 ქალაქი, ამასაც 4 ქალაქი აკრას არ მომწონს, ამიტომ დავმეგობრდეთ, იმიტომ რომ ჩხუბს და კონფლიქტს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ძალიან ზედმეტად თანაბრად ვართ გადაანაწილებული. მოდი worship-ი გავუშვათ აქ. და აი ხა ნახეთ, მისდევს და უცბად ჩემენ და გახდეს იდეაში, მაგრამ ეს ავტომატს აიგნორებს ამ. აი ნახე გამწონა, წითელი იყო და გამწონა. ესეც გამწონა და ჩემთან მოვლენა ძალიან ბევრ ფულს გამოიმუშავებენ. ეს არ მეგობრება რატომღაც, მოდი ვიმეგობროთ, იმიტომ რომ აზრი არ აქვს, ხა ჩვენ ჩხუბს მეგობარო, ძალიან სულელური გადაწყვეტილება იქნებოდა, ეხლა შენ რომ მეჩხუბო. ამგონია გამოგვადგეს ეგ, მოდი ხა ქარხანა დავდგათ. მოდი პალესტინას ვუთხრათ რომ ქარხნები ააშენოს ჩვენთან ახლოს. მაგრამ ასევე ნამოდროულად აი აქ დავდგავ რომ დავკავშირეთ მართლად. და მოდი კიდე ერთი დავდგათ აი ამ გზაზე. აი ამ გზაზე დავდგათ მოდი. დამიმეგობრდი მეგობარო, აზრი არ აქვს, ხა ჩვენ აქვს კონფლიქტს. ჩხუბის თავი არის. არ ვიცი ამას ხა მე რა ვუყო. მოგატყუებთ, მოდი ანონს დავმეგობრდეთ, აქ დავდოთ defense post-ი რო შევანელოთ. მომავალი კავშები დავდგოთ ჩვენ. ლიანდაგებზე. წყალზე სტომა გვაქვს, რაც ძალიან კარგი არის. შედარებით უფრო უსაფრთხოდ ვარ და თავისუფლება გაგვაჩნია. ამას 5 ქალაქი იქ მე 7 ქალაქი მაქვს, თუმცა 5-სა და 7-ის დიდი საკამარისი სხვაობა არ არის, რომ ესე თამამად შევუტიო და რამე პროგრესს ველოდო, თუმცა აი მერვე ქალაქი აი ამას რომ შევუტიოთ. თუ დაგვიმეგობრდება ეს ოდესმე. რატო არ გვიმეგობრდება რეალურად ვერც ხვდები, არ მოგატყუებთ. მოდი კითხვის ნიშანი გავუგზავნოთ. აი, განვაახლოთ ამასთან. defense post-ები, ამასთანაც უნდა განვაახლოთ. სხვა ვარიანტი უბრალოდ არ გვაქვს. და ეს ახლა ფულს ხარჯავს ატომურ იარაღში. ბომბა არის, რომელიც აფეთქებს ტერიტორიას და შენშენობებს. და ძალიან საშიში არის განსაკუთრებით თამაშის დასაწყისში. აქედან გამომდინარე, აი ნახე აფეთქეს კაკრას ამწობს. ეგრე რა გენაცვალე გაიბიჭი ხარ. კარგი ანონი არ გვიმეგობრდება, რაც ასევე მანერილოს 10 ქალაქია. 10 ქალაქი ზედმეტად ბევრი არ არის ჩვენზე, თუმცა მაინც საშიში რამ არის. მოდი ახლა დავსვათ 3, რაც არის დამცველი აეროდაცვა არის ჩათვალე ატომური იარაღს რო ესვის ესე. ბლოკავს ჰაერში იჭერს და შეგვიძლია რომ დაისვა შენი ძველგრებული შენობები. აი ხა აი ამას ცოტა ადრე რომ მიიღო ალიანსი, ამას შეუტევდით და ტერიტორიას გავაფართოვდით, მაგრამ რადგან არ გააკეთა, ცოტა შეფერხებულები ვართ. თუმცა კარგი ის არის, რომ ამასთან საზღვარი არ გვაქვს ესეთი აქ პატარა საზღვარი გვაქვს, მაინც შეუძლია რომ შემოგვიტიოს, თუმცა ისეთ საფრთხეში არ ვართ, როგორც აი თლიანი ეს ტერიტორია ჩვენი რო იყოს, ვიქნებოდით, იმიტომ რომ თლიანად შეიძლებოდა რომ შემოეტიო. ვერ შევუტევ ვერავის, ეხა უბრალოდ მე ვაჭარი უნდა ვიყო და ქარხნებით უნდა ვიშოვო ფული და რაც შეიძლება ჩქარა ინდუსტრიალიზირდე. ზემოთ უკვე ნელ-ნელა კონსოლიდაცია ხდება ძალაუფლებების, დიდი მოთამაშეები იგებენ. ანონს რო ეხლა შევუტიო, არ იქნება უადგილო ჩემი აზრით, მაგრამ არა უადგილო იქნება, იმიტომ რომ ძალიან ჯობნის, მაგრამ ამჯერად ვერა. იარაღია ატომური? ოკეი. ფული რო დახარჯეს, კარგი იქნება. ფული რო დახარჯეს, შევუტევდი. ოკეი, ესენი ჩხუბობენ ერთმანეთში. ეს ცოცხალი არის 6 ქალაქით. ანონი არ მემეგობრება. მოდი ამ ანონს დავუმეგობრდეთ. ალიანსებში როგორ არის, აბა? ლაპლანდი ლინქსი. და მოდი ესე შევუტიოთ, უთხრათ რომ შევუტიოს. ის არის გავგზავნე ემოჯი რომ შევუტიოს ამას და მე ეს ყურადღებას იმაზე რომ გადაიტანს, მე შევძლებ რომ ერთდროულად შევუტიო და იქნება და ესე ვირთხულად რაღაც ტერიტორია დავითრიოთ.
ანონ არ მეგობრობს ანონთან აშკარად. თუმცა ძალიან ცოტა ეს ცოტა დისკომფორტს იწვევს ჩემ ერთმანეთს ბომბავენ და უნდა ვუთხრა ამათ რომ იმეგობრონ, იმიტომ რომ არ გვაწყობს ეგრე ეს გადაიჯოს მე თავზე ერთმანეთს რომ ბომბავენ სუსტები არიან და აი არანაირად არ გვაწყობს. ცოტა ხისთავიანი მოთამაშეები ყავს ამ თამაშს განსაკუთრებით ეს ღიალობიებში, მაგრამ რა კარტის დაგირიგდება, იმით უნდა ითამაშო. ეხლა ჩვენ იმედი გვაქვს რომ აქ ვიღაცა ერთ ატომის ბომბას არ ესვის, იმიტომ რომ ძალიან ძვირად ღირებული შენობები გვაქვს და ეს ფულს აგროვებს, რაც ნიშნავს რომ უფრო და უფრო მეც საფრთხეში ვართ. ამას თუ რაღაცა შარი მოუნდება. ანონს ემეგობრება, ოკეი, ეს ძალიან ცუდი არის, ძალიან არ მომწონს. ვის ემეგობრება? ერთმანეთში მეგობრობენ, ანუ ეს ოკეი. შეუტია. უნდა შევუტიოთ, ეხლა უბრალოდ სხვა გზა არ არის. უბრალოდ სხვა ვარიანტი არ არის. თუმცა დიდ საფრთხეში ვართ ეხლა ჩვენ. იმიტომ რომ ოკეი. რაც შეიძლება ბევრი ჯარისკაცს უნდა შევუტიოთ და შემდეგ ვილოცოთ და ვეხვეწოთ რომ დაგვიმეგობრდეს. იმიტომ რომ რეალურად მომგებიანი არავის არ იქნება. ოკეი, დავიმეგობრდეთ ძალიან კარგი. ცოტა ხანი უსაფრთხოდ ვართ. შეგვიძლია გავაგზავნოთ ინდუსტრიალიზება, თუმცა აი საფრთხე ჩრდილოეთიდან წამოვიდა და მე ხა ამას რომ შევუტიო, ფაქტობრივად განადგურდები, ამიტომ უნდა ვილოცოთ რომ დაგვიმეგობრდება. ჩვენი ბენეფაქტორი იქნება. ბომბი აქ წყალბადის იარაღის ბომბისთვის საკმარისი აქვს და ძალიან საფრთხეში ვარდები, თუმცა ჩემი აზრით მე დამიმეგობრდა ძალიან კარგი. ცოტა ხანი შესვენება შეგვიძლია რომ მოდი შევუტიოთ, ვიცი რომ მიღალა ეს რა ქვია მიჯიგრა, თუმცა ოკეი, დამეგობრდეთ. არა, უნდა მოკლა მეგობარო მოპატი. ანონი გავიდა, რაც ძალიან კარგი არის ჩვენთვის. Scrap Grey-ის ფული აქვს, არა აქვს ფული, Scrap Grey-ის უნდა მოვკლათ ყველა ვარიანტში. რაც შეიძლება მალე. 10 ქალაქი, 9 ქალაქი. ორივეს რო შევუტიოთ ერთდროულად რა გამოვა. კარგი. ამასთან განვაახლოთ მოდი ჩვენ და ავაშენოთ უკვე რა გამწარა. ოკეი, ატომური იარაღი გვესროლა. რატომღაც არ გვეყო ტრუფები, არც ახლა არ ყოფნის, ძალიან აქტიურად, ოკეი. შეგვიძლია რომ 6 ქალაქი დავიყვარეთ, ძალიან კარგი არის. შეგვიძლია რომ ცოტა ხანი ამოვისვით, ძალიან ცოტა ხანი რომ ჩვენი ჯარისკაცების რეგენერაცია მოვასწროთ. ოკეი, შევუტიოთ ისევ, შევუტიოთ. ოკეი. წესით უკვე შეგვიძლია რომ შვიდად ვიყოთ, იმიტომ რომ დეფენს პოსტები გვაქვს, ჩვენ საზღვრებს ვიცავთ. ძალიან მაშინებს თითქმის ყველა. იმიტომ რომ შედარებით სუსტი პოზიცია გვაქვს, ანუ ყველა ჩვენზე ძლიერი არის, მოდი ეს დავალაგოთ და მესამე ადგილზე ვართ მაქსიმალური. ოკეი. კილი ჩვენ დაგვრჩება, რაც ძალიან მომწონს, ოკეი, იდეალური. დავიბრუნოთ ჩვენი ატომური ვეისტლანდი და ეხლა უკვე უნდა ვიფრთხილოთ სერიოზულად. ჩვენ გვინდა ვორშიფები აქ, რომ არავინ არ ჩამოიდეს, იმიტომ რომ ვორშიფები არა მხოლოდ სავაჭრო გემებს იპყრობს, არამედ ზღვის ტრანსპორტის გემებს აგდებს რა, ძირავს. რომ ანუ არ გადმოვიდნენ აქედან აქ რა, უბრალოდ პრობლემა ისაა, რომ ყველაზე ძლიერი მოთამაშე ვინც თამაში არის, უკვე არის ჩვენი რუკის ნახევარზე, ჩვენ ქვედა ნახევარსფეროში და ამოწოს ნახევარსფერო არა, იმიტომ რომ გიბრალტარის სრუტე არის, მაგრამ ოკეი, State College-ი ძალიან ხოძე არის, ეს მომწონს, უნდა დავმეგობრდეთ, ისე არ გამოვა და თუ დავმეგობრდებით, მე ასევე გავუშვებ ჩემ ნავს აქ და ვიხვეწოთ, რომ დავმეგობრდეთ, იმიტომ რომ სერიოზული პრობლემები შეგვექმნება წინააღმდეგ შემთხვევაში. ესენი გავთიშოთ, მოდი. მესიჯები დამირეჯექტა, რაც ძალიან სტრესავს, 8 მილიონი ოქრო აქვს. ჩემი ტერიტორია კიდე საკმაოდ დაუცველი არის. ბომბების წინააღმდეგ კონკრეტულად 3 მილიონი ღირს თითო. რასაც მე ვერ გავწუდები აქედან გამომდინარე, მაქსიმალურად შევეცდები, რომ უფრო ფულის შრომაზე გადავიდე და
ოკეი, გზები ავაშენეთ, ძალიან კარგი და ვილოცოთ, რომ ჩვენ უბრალოდ არ აღმოჩნდებით ეს ვისი არის? Scrub Gaze. ოკეი. უბრალოდ ვილოცოთ, რომ არ აღმოჩნდებით მისი ოკეი. ვინმეს ოკეი, დაიპყრო. დავმეგობრდეთ ამასთან და ანონი AFK არის. კაი, მგონი მეგობრებო, State College მოიგებს ამ თამაშს. ეს ტრაგიკული არის, ძალიან არ მომწონს ეს ფაქტი. მე სად ვართ? ჩვენ აქ არ ვართ? ოკეი. ავიდეთ უკან. და ასე მოვიდეთ აქ. რომ პოზიციები გქონდეს სამომავლოდ, თუმცა არ ამგონია რამეში დაგვიხმარს, იმიტომ რომ 88 ქალაქი აქვს და ფული უნდა ავაგრო რეალურად რომ გადავბომბო. ეხა ფულს მე ვერაფერში ვეღარ დავხარჯავ. სამწუხაროდ გოლდი ყველაზე მეტი მე მაგზარ ძალიან კარგი არის 25 მილიონამდე უნდა ავიდეთ ეს არის მერვი ანუ ატომური იარაღი არის პატარა აფეთქების რადიუსი აქვს მე არის წყალბადის იარაღი რაც ძალიან დიდი აფეთქების რადიუსი აქვს და ასევე პოპულაციას აგდებს ანუ შეტევისას გეხმარება და არის მერვი რომელიც ანუ ფაქტობრივად მთლიან ტერიტორიაზე რაღაც პატარა ატომურ ბომბებს ესე წვიმასავით ესრის და პოპულაციას უმცირებს საგრძნობლად რაც აი ეგ გვჭირდება ყველაზე მეტად იმიტომ რომ ეს ოკეი, 2 წამი დავალდოთ, ძალიან სერიოზულად უტევს და ეხლა ჩვენ შეგვიძლია ვუღალატოთ და შევუტივოთ ეგრევე. რამდენი პოპულაცია აქვს? ძალიან ცოტა. ავიდეთ ამ პოზიციაზე და ავიდით თუ არა? რატო? ოკეი, ავიდით. ძალიან კარგი. ეხლა ჩვენ შეგვიძლია რომ ოკეი, ძალიან კარგი. ასევე ყველაზე მეტი ოქრო გვაქვს, რაც ნიშნავს რომ პოტენციალი ჩვენი გამარჯვების უფრო მაღალი არის. დაველოდოთ ძალიან ცოტა ხანი, ოქრო ყველაზე მეტი გვაქვს, კიდევ ვინმე თუ რამეს გული გამოგვიგზავნა, ოკეი, იცის რომ ვიგებთ. ახლოს ვართ მოგებასთან. goldi არა აქვს, State College-ს ასე ნიშნავს რომ ბევრად ვერ დაგბომბავს. ბითრეელ ტიპებს დაველოდოთ, იმიტომ რომ შესაძლოა ვიღაცას ღალატობ ალიანსის შემდეგ ვინმეს რომ ღალატობ დროს დიბაფი გედება რომ უფრო მარტივად შემოგიტიონ რა რომ ღალატი რა თქმა უნდა წახალისებული არ იყოს თუმცა ამ შემთხვევაში ზედმეტად ძლიერი ვიყავით და პოზიცია დაგვეხმარა იმაში რომ ესე გაფართოებულიყავით ცოტა ხანი დავალდოთ იმიტომ რომ ჯარისკაცები პასიურად რეგენერირდებიან და არის დამოკიდებული პროცენტულ მაჩვენებაზე შენი ჯამური პოპულაციის რამდენი პროცენტი გაქვს ჯარისკაცების და მაგაზე არის დამოკიდებული აქედან პროსტა რომ უტიო ხალხს და ნოლამდე ჩამოიყვანო ყოლოჯაზე არ არის მომგებიანი სტრატეგია აქედან ცოტა ხანი უნდა დაელოდო ხოლმე რა ამან თუ გიღალატა ეგრევე დავბომბავთ და შემდეგ უღალატებთ ამას და დავიყვოთ და ფაქტობრივად გამარჯვებული თამაში არის ცოტა ფრთხილად უნდა ვიყოთ იმიტომ რომ თლად 100%-იანი გამარჯვება არ გვაქვს, თუმცა ოქრო არავის არ აქვს. ვფიქრობ 95% უკვე გამარჯვებული არის. გადავიდეთ ამ ტერიტორიაზე, გავაგზავნოთ ჩვენი ტრანსპორტის გემი. ბოდიშით ახლა დასტრესილი ვარ, იმიტომ რომ ნერვი ულობ. კიდე ცოტა ხანი დავალდოთ. და რეალურად მგონი საფრთხეს არავინ აღარ წარმოადგენს. როგორც კი ვინმე რამეს ისევ ეგრევე დავბომბავთ. და მომენტალურად გავიმარჯვებთ 52% გვაქვს რუკის თუმცა ორივე მარტივი მოსაკლავი არის ეს ჯერჯერობით რო გიღალატებს ზედმეტად ბევრი ჯარისკაცი ყავს კიდე ერთხელ შევუტიოთ ამას მოდი რომ ჩვენი პროცენტი ახლოს იყოს ნახევართან რომელიც რეგენერაცია მალე და მალე განვითარდეს და ფული არა აქვს მოდი გემოვნებისთვის ემბარგო დავატოთ ამას დავალდოთ ხა ცოტა ამაშენოთ ჩვენ ეს ქალაქი, რასაც ქვია. შევუტიოთ, მოკლედ, ბოლომდე. ოკეი, იდეალური. და ახლა შეგვიძლია რომ რამდენიმე წამში დაახლოებით 1,600,000-მდე რო ავალთ. შუათითი გამომიგზავნა ლინკსმა, მაპატიე მეგობრებო, რომ არ უნდა მოვიგოთ ამაში. დავბომბოთ ეს. ოკეი, ველოდებით. ზედმეტად დიდი ხანი ველოდებით ჩემი აზრით. ოკეი, უღალატოთ ამას. შევუტევთ და შეგვიძლია თამაში უკვე მოვიგოთ, იმიტომ რომ ძალიან დიდი სხვაობა არის ჩვენ პირველი ჩაწერაზე რომ მოვიგე ძალიან გამიხარდა, იმიტომ რომ ხშირად ვერ ვიგებ. აქედან აუდიოს ხო ვიწერ. ჩემი ხო ისმის ხო? კი, იდეალური. იმედია მოგეწონათ მეგობრებო ეს ერთი ხელი პირველად ვდებ ამას ჩვენ არხზე და
იმედია ჭადრაკთან და კიდე რამდენიმე სხვა თამაშთან ერთად მოგეწონებათ და მოგიდებათ რომ კიდე დავდო. თუ მოგეწონათ, დალაიქეთ, გააზიარეთ, დააკომენტარეთ, გამოიწერეთ არხი, ძალიან მეხმარება და არხის გამოწერა მართლა ბევრ მოტივაციას მაძლევს ლაიქებიც, იმიტომ რომ YouTube-ზე engagement-ი ჩემთვის უფრო ღირებული არის ვიდრე TikTok-ზე, იმიტომ რომ შენინებით რომ აკლიკებ და რომ ალაიქებ, ძალიან გულს მithროს. წინა ვიდეო ჭადრაკის 200-ზე მეტი ლაიქი აქვს და 1 დღე იმედა წერებს ვართ. Bye bye. Some people say a man is made out of mud. A poor man's made out of muscle and blood. Muscle and blood and skin and bone. A mind that's weak and a back that's strong. You load 16 tons. What do you get? Another day older and deeper in debt. Saint Peter, don't you call me 'cause I can go. I owe my soul to the company store.